გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე როგორც ყოველთვის ბედნიერ სახლში ვარ და დღეს ჩვენთან სტუმრად, მე და დედა თინათინთან სტუმრად არაჩვეულებრივი დედაშვილია. მათ თანაბრად გაინაწილეს ალბათ ის მძიმე ტვირთი, რომელიც ამ შემთხვევაში ხვდა თემიკოს, მას არ ვიცი რა ქონდა კონკრეტულად დიაგნოზი რა იყო მისი, თუმცა ფაქტია რომ თქვენ ორივე ღირსეულად დედა თინათინთან ერთად გაიარეთ ეს ურთულესი გზა და დღეს შეეცდებით რომ გაგვიზიაროთ. ბოდიში რომ უკან უნდა დაგებრუნოთ ემოციურად და გაგახსენოთ ძველი ამბები, მაგრამ ეს შესაძლებელია დაეხმაროს ბევრ ჩვენს მაყურებელს, ხო ასეა? კი. ჩვენი სტუმრები არიან ის ნაიკო გულიაშვილი და თემუკა ქოთუაშვილი. თემუკა მაშინ იყო 3 წლის 4-ის 3-ის და 4-ის გახდა მე, ხო, ფონდში გახდა უკვე 4 წლის. ის დღეარზესა დამავიწყდება, როგორც შემოვიდა სახლში, ძალიან საყვარელი და ესეთი დიდი ლამაზი თვალებით შემომხედა და რა ვიცი, ძალიან ისე თბილად მიიღო სახლი, არ იუცხოა ყველაზე ისე დაცულად იგრძნო თავი და დაცულად იგრძნო თავი და ძალიან ისეთი ის იყო და ეხა უკვე რამხელა ბიჭი არის, უკვე ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ბედნიერი, ლარი და ბედნიერი, კი. ვიდრე ჩვენ გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას დედაშვილი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოიწონეთ ვიდეოები, იმიტომ რომ თქვენი თვითონ მოწონება ნიშნავს, რომ 10-15 ადამიანი პლუს ნახავს, ექნება შესაძლებლობა, რომ სკროლვისას ამოუხდეს ჩვენი ვიდეო, ასე რომ დაგვეხმარეთ, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე ძალიან ჭირდება ახლა ჩვენი დახმარება. მოდით თემიკოთი დავიწყოთ თუ დედით. პატარა იყო, მოდი დედით დავიწყოთ. ანუ მშობელი თავიდან დავიწყოთ. როგორ მიხვდით, რომ დახმარება გჭირდებათ ექიმის? რა იყო ის პირველი ნიშნები, სიმპტომები, რამაც შეგაშინათ? ერთ დღეს, როდესაც ვაბანავე ბავშვი, მუცელზე ქონდა რაღაც ცოტა გამაგრებული გვერდით და მაგაზე მივიყვანე პედიატრთან. და მე დავიწყეთ კვლევები. და რა იყო მის დიაგნოზი? თირკმლის ნეფრობლასტომა. ესე ზუსტად ეხოსკოპი არ გაუკეთეს, გითხრეს, რომ გიგანტური ზომის წანაზარდი აქვს მარცხენა მხარეს თირკმელზეო. და ეს იყო რა ჩემთვის ემოციურად შოკი. ალბათ ძალიან ისეთ კარგ დროს მივიდა ექიმთან, რომ როდესაც დაუწყეს ბავშვებს კვლევა, ძალიან კარგად მახსოვს, პირდაპირ რაღაც ონკოლოგიაზე არ უფიქრიათ, ანუ ძალიან ყურადღებიანი დედა არის ამის თქმით და ამ კუთხით ისეთ დროს მივიდა, რომ გიგანტური წარმონაქმნი კი იყო თვითონ თირკმელში, მაგრამ აი ესე გარედან როგორ მიხვდა, არ ვიცი. ექიმმა უთხრეს, რომ აი ხო, შეაქეს, ხო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყურადღება, ამიტომ მე ვურჩევდი მშობლებს, რომ როდესაც აი ბანი, როცა პატარა არის ბავშვი, აი დაკვირვებით უნდა გააკეთონ და ეს არის ერთ-ერთი ის პირობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის შემდგომ ძალიან შორს წასული დაავადება რომ არ იყოს. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც უკვე ძალიან შორს წასული არის და ამიტომ ნაიკო ძალიან ყურადღებიანი დედა არის, რომელმაც ესე მარტივად რაღაც არ მოეწონა, იგრძნო ალბათ და ხელის დადებით ეს თვალით არ ჩანდა, ხელის დადებით ვიგრძნი სიმაგრე და მაგის გამო მივიყვანე. ანუ ვიცი რომ ძალიან რთულია ჯერ დიაგნოზის გაგება, ამის გააზრება, შემდეგ რაღაცნაირად ძალის მოკრება და სტრატეგიის დასახვა, როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან. ვინ დაგეხმარათ ყველაზე მეტად, ან რა იყო ის რამაც აი არ ვიცი შეგიცვალათ მიმართულება დაგამშვიდათ და დაგარწმუნათ იმაში რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბერი ანდრიას ფონდი რა თქმა უნდა დედათინათინს რომ ვესაუბრე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. თავიდან რომ გავიგე მეგონა რომ всё დამთავრდა ჩემი ცხოვრება, იმის იქით მეგონა რომ всё მორჩა. აუცილებლად უდას უნდა დამთავრებულიყო, ესე ვფიქრობდი. მაგრამ დედათინათთან საუბრის მერე მივხვდი რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მართლაც წამოვდექი ფეხზე, ვიბრძოლე და შედეგი. ფაქტის ახეზია. თემკო კი იყავი ძალიან პატარა, მაგრამ რაღაც მოგონებები ალბათ მაინც დაგჭერთ, რომ ძალიან მძაფრი იქნებოდა შენი გამოცდილება მაშინ. კი, ბევრი რამე არ მახსოვს. თითქმის არც არაფერი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ძველი ფონდი, ძველ სახლში თუ როგორ გადაგვატანეს ყურადღება ამ დაავადებიდან და მაგალითად ახალ წელს ეს გამოკვეთილად მახსოვს, ახალ წელს სურვილებს გვაწერინებდნენ ხოლმე და მოქონდათ საჩუქრები და ეს ძალიან გვახალისებდა ჩვენს და გვატანებდა ყურადღებას, ვთქვათ, ამ დაავადებისგან. ეს
მახსოვს ამის გასცენება შემიძლია ერთ-ერთი. მეგონი ყველაზე კარგი მოგონება აქვს ჩარჩენილი არა? ყველაზე კარგი. მადლობა ღმერთს რომ არ ახსოვს, ჩვენც ამაზე ძალიან ვზრუნავთ და ამაზე ძალიან ბევრს მუშაობთ, რომ აი ეს რაღაც ცუდი და მძიმე რამეები უფრო დავთრგუნოთ და ეს კარგი ემოციები იყოს უფრო წამოწეული და ჩემთვის აი კიდევ ერთი დასტური არის იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ, რადგან არაფერი ესეთი არ ახსოვს. თან ჩვენ უკვე ხო 4 წელს იყო და წელიწად რამდენი ხანი? 2 წელი ცხოვრობდით 2 წელი. თან კიდევ ქიმიოთერაპია, ქიმიოთერაპიის შემდგომ ოპერაცია ქონდა, ოპერაციის შემდგომ კიდევ ქიმიოთერაპია. რთული გზა გაიარა თემუკა. 36 ქიმია დასჭირდა. 36 კი. აი გუშინ ვესაუბრებთ ის რდასულ ადამიანს, რომელმაც ერთი კურსი გაიკეთა ქიმიოთერაპიის და იმდენად ცუდი მოგონებები მაქვს, რომ სიტყვასაც არ ვამბობ, ანუ თანწყობას ამ ორ სიტყვა ამოღებული მაქვს ლექსიკიდან. უბრალოდ გადასხმას ვეძახითო, როგორ გადაქონდა პატარა ბავშვს, ალბათ ეს კიდევ ხატავდა. სულ როცა ქიმია იყო, ხელზე შეერთებული ქონდა, თან იდგა და სულ ხატავდა. რავი, ეს იყო მისთვის თერაპიასავით, არ ვიცი, მაგრამ რავი, იმდენი ნახატები მქონდა, მე ვინახავდი ხოლმე ამ ნახატებს და ვაჩვენე რავი, რომ გაიზარდა, მაგრამ არ ახსოვს. თვითონ არ ახსოვს. ჩვენს უსაუბრობთ ბედნიერ სახლზე და სუპირდებით ჩვენ მაყურებელს, რომ ერთი ექსკურსია გავაკეთოთ. მართლა ეს სახლი ისე არის მოწყობილი, აქ იმდენი ფერია, იმდენი ენერგია ტრიალებს, იმდენი ლაღი და ბედნიერი ბავშვი დარბის მიუხედავად თავის დიაგნოზისა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და აი მოწმეა, რომ მას არაფერი არ ახსოვს გარდა სასიამოვნო მოგონებებისა. ეს ალბათ თქვენზეც არის, ტვირთი არის თქვენი, რომ მათ გაუფერადოთ ცხოვრება, გარდა თქვათ გარემოსი, რომელიც მართლა მოწყობილია აქ. ხო, იყო ესეთი მომენტი, რომ სხვა ბავშვებიც რო იყვნენ ჩვენთან ერთად, თუ ცუდად დამთავრდებოდა, მეკითხებოდა ხოლმე თემო, რომ დედა სად არის, კითხულობს მის მეგობარს, მე მეუბნებოდი, რომ საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. რომ გავიდა წლები, მე მეუბნება, რომ დე იცი, ვიცოდი რაც ემართებოდათ იმ ბავშვებს, მაგრამ შენ ვარ გენერვიულად, რომ მაგიტო გეუბნებოდი მაგასო. ანუ არც ეს აკახსოვს. რა კარგია რომ არ გახსოვს, რა კარგია. აი მეგობრებზე ხო მეც ხშირად მიფიქრია, ყოველთვის ვცდილობ რომ იმ ასაკის მიხედვით აუხსნა ბავშვს, რატომ არ არის მისი მეგობარი ახლა აქ და ყველასთან პრინციპში სხვადასხვა მიდგომა მაქვს. და ასაკის განვითარებიდან გამომდინარე ალბათ ხო და იმიტომ რომ რაღაც ფაქიზად უთხრათ თან კიდევ რომ მე თვითონაც არ ინერვიულოს არ შეეშინდეს ამიტომ დრო რომ მოდის აუცილებლად ყველაფერი იცის მე მაგრამ თავიდან პირველი არის მთავარი როგორ მივაწოდებ ამიტომ აქ დიაგნოზსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიაწოდებ და იმ სხვადასხვა გამოსავლებს თუმცა დღეს თემუკა უკვე ესეთი ნათელი მაგალითი არის სხვა ბავშვებისთვის და მისი დიაგნოზით მორჩენილები, მისი დიაგნოზით ბავშვები, რომლებიც ახლა მკურნალობენ და ხედავენ ამ მორჩენილებს. ანუ რთული დიაგნოზია, ვიცი რომ რთულია ყველა დიაგნოზი, მაგრამ განსხვავებებით სხვა. ხო, რთული არის, არ არის მარტივი დიაგნოზი, ჩვენ დაგვჭირდა ოპერაცია, 36 ქიმიოთერაპია და ქიმიოთერაპიების შემდეგ მას სხვა პრობლემებიც ჰქონდა, უკვე ძვლების ტკიო და სხვა ეს რაც რამაც გამოიწვია ამ ქიმიოთერაპიამ ამ რაღაცებს ვებრძოდით მე ძალიან დიდი ხანი თემუკა პრინციპში ჩვენთან ფონდში რა ვიცი სულ გაუსრულოთ 5 წელი იყო ანუ სიხდება დამარცხე თუმცა რაღაცა სხვა გვერდითი მოვლენები რაც გამოიწვია ქიმიოთერაპიამ ხო და აი ამ ყველაფერს ვაკვირდებოდით დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ 100%-ით გაიდლაინები იცვლება რაღაც 5 წელიწადში ერთხელ და ეხლანდელი გაიდლაინებით 10 წელი უნდა დავაკვირდეთ ჩვენ პაციენტებს და შემდეგ თუ არ მათი წლის მანძილზე თუ არ განვითარდა რეციდივი ან რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ რომ გამოჯამთრდა თემუკა უკვე ნამდვილად 100%-ით გამოჯამთრებული არის მადლობა ღმერთს და აგრძელებს რა ვიცი ცხოვრებას ბედნიერად მაგრამ აი იმ 5 წელი იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ისე თუ ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მყავდა და 36 ქიმიამ რა თქმა უნდა იქონია ზეგავლენა და ბევრი სხვა რაღაცებს მე ვებრძოდით
და მაგრამ ისე გაიარა ეგენი უფრო ეს მე ალბათ უფრო ჩემზე უფრო მუშაობდა დედათინათი და მეკითხა თვითონაც ბავშვი ვიყავ 21 წლის და ორივე ერთად გავგზარდა ხო ეგრე გამოვიდა ალბათ ძალიან რთულია ხო პატარა მშობელთან მაგრამ ალბათ უკვე გააზრებული გქონდა თქვა ინფორმაცია დიაგნოზი უკვე იცოდით თქვა სტრატეგია დინამიკა არაფერი ხო თავიდან სრული შოკი მქონდა აი მართლა ну ნელ-ნელა ვისწავლე დედათინათთან ერთად როგორ მემართა ყველაფერი და რა დრო დაგჭირდათ ანუ რომ მივედი პირველ შტაბეჭდილებას მოგიყვებით ბერიანდეს ფონდი რომ შევაღე ფორტეპიანოსთან ერთი მშობელი იჯდა უკრავდა იქით ბავშვებიც ეკვავდნენ ერთობოდნენ იცინოდნენ და მე ძალიან განადგურებული ვიყავი და ვფიქრობდი რომ მეთქი როგორ იცინო ხო ამ ხელა გამოწვევის წინაშე დგანან და ეს მშობლები ესე როგორ არიან გავიდა რავი ერთი თვე ალბათ მაქსიმუმ და მეც ვიყავი მათთან ერთად ვიცინოდი ან ყველაფერს ვაკეთებდი იგივენაირად რასაც ან ჩემი თვალით დანახული ისინი ხო და მე ვფიქრობდი რომ ანუ ძალიან კარგი არის ამით იმის თქმა მინდოდა ბერი ანდრიას ფონდში რომ ეს ბავშვები ერთმანეთთან თამაშობენ მშობლები ჩვენ გულის ტკივილს ვუზიარებთ ერთმანეთს და საბოლოოდ მივდივართ იმ შედეგამდე რომ ეს არ არის ტრაგედია და ბრძოლა შეიძლება ხო და იქიდან გამომდინარე მე ნელ-ნელა დავალაგე მეც ჩემ თავში რაღაცეები შევუდექი თან ძალიან პატარა იყავით იმ დროისთვის ძალიან კი და ნამდვილად მჭირდებოდა რჩევაც და გვერდში ისეთი ადამიანი ვინც დამაკვალიანებდა და სწორ გზას მაჩვენებდა და რავი ეს ნათელი მაგალითი იყო დედათინათინი ჩემთვის რომ ყველაფერი ეხაც დღესაც რომ მიჭირს და ვურეკავ რაღაცაზე ძალიან შიშარა ვარ სიმართლე რომ გითხრათ სუმეშინია რაღაცეების და ერთ-ორ სიტყვას მეტყვის და რავი აი გეკონება და ბავშვიდებელი მოგაწოდესო შვიდდები მაშინვე და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი ხლა ბევრი მშობელი გვიყურებს, ვინც ახლა გადის ამ კურნალობის გზას თავის შვილის. ერთია რომ ბავშვი პატარაა, შეიძლება ბოლომდე რეალობას ვერ აღიქვამს, დედათინათინი ჩვენ ვცდილობთ რომ მას გავუფერადოთ სამყარო, მაგრამ მეორეა დედა. რას ურჩევდით დედებს? ნუ ეშინიათ, იბრძოლონ. ანუ რისი უნდა ეშინოდეთ, როდესაც მამა ანდრიას შეწევნით დედათინათინი გვერდით ყავთ. მე არ ვიცი. რისი უნდა ეშინოდეთ? არაფრის, იმიტომ რომ მახსოვს დედათინათინი ისედაც ხო ცხოვრობდი მას ერთად სულ იძახდა რომ როგორც არ უნდა დამთავრდესო ბავშვის მდგომარეობაო არ დავუტოვებ მშობელსო სათქმელსო რომ მე ეს შემეძლო და ჩემ შვილს ვერ გავუკეთე ხო ამას ხშირად ვამბობს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვისო და მართლაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მშობელს ეს სათქმელი არ ქონდეს როგორც არ უნდა დასრულდეს თქვა კონკრეტული მკურნალობა ძალიან რთულია ხო ეს ყველაფერი ძალიან რთულია და ხა ნაიკო მართლა ძალიან პატარა იყო ხო 21 წლის თითქმის ჩემი შვილის რამდენი წლით უფროსი ხარ მამა ანდრიასზე ხო აი თითქმის ჩემი შვილის ტოლა იყო და ძალიან მედარდებოდა რა თქმა უნდა და მართლა ისე უყურებ ყოველთვის ესე პატარები არიან როგორც საკუთარ შვილს და ნუ რაც ბავშვებიც დედას მედახიან და მშობლებიც ხო კი ხო და მე რო წავიდნენ ესეთ შეგრძნება მაქვს მეთქი როცა დავემშვიდობი და მიდიოდა რომ აი შვილი გავზარდე და გავათხოვე რა ნუ კი უკვე გათხოვილი იყო მაგრამ თითქოს და ესე საყიდან გავში ხო და ანდრიაც ხომ შეეძინათ მეორე შვილი და ისა რა ქვია და ჩვენ ვართ ნათლიები და აი ამ ყველაფერთან ერთად ამ ხელა ბრძოლა იყო და აი ეს საჩუქა კიდე ღმერთმა და დაგვებადა ანდრია ჩვენი ნათლული საოცარი ადამიანი და რაღაცნაირად ყოველთვის ვცდილობ რომ ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა მქონდეს და ყველა მიყვარს და ცოტა ესე უკვე ცოტას დამცინიან რომ დიდი აი როგორ შეგიძლია ყველა მიყვარდეს ერთად შეგიძლია ისე მე მართლა ხედავთ ესე ვარ და მე ის ვფიქრობ რომ ნეტა აი ეს მიყვარ ხარ ეს მიმართვა რაღაც არ გამიცუდდეს არ გაიცვითოს მაგრამ მართლა მთელი შეგრძნებით და ეს მაცოცხლებს ანუ ეს მაძლევს კიდე ძალას რომ ამის უნარი მაქვს და მართლა როგორც საკუთარი შვილები ჩემ ახლა ნაიკო პატარა იყო მაგრამ მასზე უფროსი როგორც მეგობრები როგორც დები ახლა ბებოები ვინც აყავთ ბავშვებს ისინი როგორც დედებს ისე ყოველთვის ისე მიმართავდი მათ და ყოველთვის ვეუბნებოდი ერთ რამეს და ვეუბნები რომ აი თავს არ დავზოგავ და აი
შენაცვლებ არ შემიძლია, აი გენაცვალი არ გამომდის, ჩემ ერთადერთ შვილთან არ გამომივიდა, თორემ ადგილს გავიცვლი. აი ეს ერთადერთი არ შემიძლია მოთხარი, დანარჩენი თუ რამე შესაძლებელია დედამიწაზე, არ არსებობს რომ ვერ გავაკეთო. არ ვიცი საიდან, არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ. აი მამა ანდრია რომ მეუბნებოდა, ნუ გეშინია, აი ეს არის ზუსტად ადამიანებს მიგზავნის, რა ვიცი, ღმერთის და ღვთის შეწევნა რომ გვაქვს, ფაქტია, ისე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით ეხლა და ჩემზე რო ამბობ, ყოფის მერიდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩემს უკან უდიდესი გუნდი დგას, უდიდესი ბევრი ადამიანია და დავიწყეთ ორნი ვიყავით, მე გავხდით 3, მე 3 ახლა ვართ, რა ვიცი, 15 და ესე და ამიტომ რა ვიცი, მე მთელი გულით ვცდილობ რომ ჩემი იყოს ეს პრობლემა, რაც არის. და შიგნიდან ვცდილობ, მე მგონი ზედმეტი სიტყვა არის, ასე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა აქ შემოსული ოჯახის პრობლემა, დედათინათინის პრობლემა პირველ რიგში, ასე ჩანს. და ეს იგრძნობა. კი, ნამდვილად. ისე მეგობრობთ ეხლა თემუკაც იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს შეუძლია მომწეროს. ანუ ეხლა რომ რაღაცა მე გადმოვამისამართებ ხოლმე მეორე დედას უთხარი და მგონია რომ ის უარს ეტყვის, მე რა უარს ვეუბნები, მაგრამ მე ის თანხდება და იძულება. მორჩა, ხო ძალა აღარ ამისი კი. მაგრამ ნუ განვიხილავთ, ესე არა. ოჯახურად, ჩვეულებრივად განვიხილავთ და იმის მიხედვით მე უკვე მეც თანხდები და მართლა ჩემი შვილები არიან და ყველაზე დიდი რამ რაც მე უნდა უთხრა მადლობა ამათ რომ სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი. აი ხა ხო არიან ეს ადამიანები და რაღაც მერიდება კიდევაც, რაღაც ყველა გადაცემაში ჩემზე არის უფრო საუბარი და მართლა მცხვენია. და პირიქით არის, მე ვარ ამათი მადლიერი, რომ აი ეგ შესაძლებლობა მომცეს. რომ მე ადამიანად გამიგრძელებია ცხოვრება და ის რაც ზრუნვა ჩემს ერთადერთ შვილზე უნდა დამეხარჯა და მე ვარ ამათი მადლიერი. პირიქით არის ყველაფერი კი მადლობებს მეუბნებიან, მაგრამ მე ვარ უზომოდ ამის მადლიერი, რომ ესე გულწრფელად მიმიღეს და მართლა შიგნიდან როგორც მე მიყვარს ისინი ისე უყვარვარ მათ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და სხვა გზას არ უტოვებ ადამიანს, რომ არ შემოვიდეს შიგნით. გამორიცხულია. აქ ისეთი გარემო არის, სხვანაირად ვერ არის, ვერ იქნები. ანუ თან აზრი ანუ იმას არ ქონდა მნიშვნელობა, რა დრო იქნებოდა. ღამის 3 საათი, დილის 7 საათი, რაც არ უნდა გაგიჭირდეს, სულ შენ გვერდით არის. რა დროც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს. ანუ ერთი აქაური მაცხოვრებელი ხა აღარ ცხოვრობს აქ უთოყებოდა რომ დედას მოსვლამდე ოპერაცია არ დაიწყესო და რატომღაც შენ დაუნებურად არ ვიფიქრე რომ დედათინათიზე იყო მეგონა მის ბიოლოგიური დედა არაო და იქ სულ დავიბენი მეთქი რამდენი დედა ყავს ახლა ამბით თუმცა აი ვიზა ლაპარაკი მის გარეშე ოპერაციას ვარწყებ ეს არ არის პატარა საქმე და ეს აქედან მოდის ამას ვერ ითამაშებ მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები რომ უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს რა ენერგია ტრიალებს აქ მეგობრებო და როგორ შველიან ერთმანეთს ყველაზე მძიმე ჟამს მათი ცხოვრების ამაზე მძიმე რა შეიძლება იყოს ხო დიაგნოზი გიჭირავს ხელში გამოდიხარ და არ იცი რა შეიძლება მოხდეს თან როდესაც შვილს ეხება შვილს როცა ეხება ეგ საერთოდ ყველაფერი სხვანაირად არის და მე ვამბობ ხოლმე რომ ყველაზე კარგად რატო გამოგვდის და მართლა ყველაზე კარგად გამოგვდის აი შეიძლება ვინმეს მოიჩვენოს რომ ზედმეტი რაღაც დაჯერებულობით და რაღაცა ძალიან თავში აგვივარ და არა იმიტომ რომ მე ეს გავიარე ეს ერთადერთი არის რატო სულით ხორცა ზუსტად ვიცი რას გრძნობენ რომ შევხედავ მშობელს თქმა არ სჭირდება უკვე ვიცი აი რომელი ნერვი უტოკავს როგორ უთრთის ყველაფერი და როგორ გრძნობს უჯრედებიდან აი სითხე როგორ გამოდის და როგორ შრება აი ამ შეგრძნების დონეზე ვიცი ეს და ამიტომ გამოგვდის ყველაზე კარგად და უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს გვერდში დგას და ეხა უკვე შენც ჩვენ გვერდში ხარ იმიტომ რომ რომარა ისინი მე მარტო რა თქმა უნდა ვერც გავაკეთებდი და რომარა შენ ეს გადაცემაც ვერ გამომივიდო და დიდი ხანია მინდოდა და ძალიან კიდევ როგორ ხარისხში გააკეთებდა სხვა არის აი მთელი გულით რო არ მოგერიდება ყოველგვარი მურიდების გარეშე რომ ვიცი რომ მთელი გულით ამას აკეთებ ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სხვანაირად მართლა კიდევ ერთხელ ამბობთ ეს არ ვიცი
მოდი შენობა ასე ვიტყვი, სხვა გზას არ უტოვებს აქ შემოსულ არც ერთ ადამიანს, რომ გულით არ იყოს წარმოდგენილი, რასაც არ უნდა აკეთებდეს აქ. ამის შანსს არ გვაძლევს აქაურობა. ხო ასეა მართლა. დედას გეფიცები. ის ბავშვებიც, არ ვიცი, ის პერსონალი, რომელიც აქ მუშაობს, დედა თინათინი ეს არაჩვეულებრივი ბავშვები. თქვენ ისეთ ატმოსფეროს ქმნით აქ, რომ რაც არ უნდა გაბოროტებული აქ შემოვიდე და მძულდეს სამყარო, სხვა გზას არ მიტოვებ, აქ ხვდები თქვენიანი. იმიტომ რომ ბავშვებს ერთმანეთზე მართლა გეუბნები. და მადლობა ამისთვის, რომ ადამიანად თავს აქ გძნობ მაქსიმალურად, ხო იცი ამ ტერიტორიაზე. აი ყველაზე საყვარლები არიან, როდესაც ერთმანეთს ზრუნავენ. აი საოცრება არის. როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე და როდესაც რაღაც ერთნაირი დაავადებები, როდესაც იციან დიაგნოზები, იციან ანალიზები, რომ ექიმები ვით არიან და როგორ უფრთხილდებიან, ზუსტად იციან რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ეს არის ისეთი დიდი სიკეთე, სიყვარული, არ ვიცი, აი ღმერთის არსებობას იგრძნობ რა, აი ამ მდგომარეობაში, ამ მოქმედებებში. იგრძნობ, რომ აი ღმერთი აქავია, ჩვენთან არის, ჩვენშია. რაღაცების გაზიარებაში წეხმარებიან ერთმანეთს გავიხსენებ თემოზე ძალიან ნერვიულობდი, რომ თმა რო გასცვიფდებოდა, წარბები, წამწამები აღარ ექნებოდა. მეთქი ამას როგორ მიიღებს ბავშვი? ძალიან მეც ბავშვი ვიყავი, ძალიან განვიცდიდი. თემოზე მეტად. ერთხელ შემოვიდა ოთახში და მეუბნა დედა, იცი მე ხვალთმები უნდა გამცვივდეს. აი გიორგის რო აქვს ზუსტად ისე, არ წამწამები მექნება, არ წარბები. გაგერებული სახელი. ძალიან ბედნიერი მეუბნება ამას და მეთქი მადლობა ხერთო რომ თავისი. ხო. და მე ძალიან დიდი ხანი ვინერვებული ამაზე სანამ ქიმიას გადავისხავდით, მე ეს პროცესი ხო ნელ-ნელა მიმდინარეობს. ხო და განვიცდიდი, მაგრამ ისე კარგად აღიქვა თვითონ რომ ხო და დავეხმაროთ ამ სახლს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ოჯახმა, მეტმა ბავშვმა, ისმა მშობელმა რბილად, ფერადად, ლამაზად, ლაღად და სიყვარულით სავსემ გაიაროს ეს გზა. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ. ჩვენ დასასრული ნამდვილად ბედნიერი იყო. მოვედით 2 და წავედით 3. დიახ. ხო და თან ეგზამ მნიშვნელოვანი და რთული დრო იყო, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გვემართა ეხა ჩვენ აიკოს ეს შიშები. იმიტომ რომ ანდრიას არ ვნებოდა რამე და თან ისეთი რთულ პერიოდს ხო გადიოდნენ და რა ვიცი სამჯერ ყალბის ქონდა სუგებონა რომ და განგაში წავიდოდით თემუკას მე ჩავიწვენდი და მობრუნდებოდნენ და მესამეჯერ როცა მივთხარი აი ახლა უკვე უნდა დაივარდო მეთქი ხო და დაიყაშვილა უკან აღარ მოხვიდე ბავშვის გარშე მომახელებდნენ ისე უკანე თემუკასთან ერთად მეძინა როდესაც მიყვავდა ესე სამშობია და ესეთი, რა ვიცი, მე მინდა თემუკასაც მადლობა უთხრა, იმიტომ რომ გვერდში მიდგას ეხლაც, ყველა ჩვენს ღონისძიებაში ღებულობს მონაწილეობას და ყველაზე მთავარ რამეს აკეთებს, აძლევს მაგალითს, სხვებს. ვინც ეხლა რთულ გზას გადის, მას კი არ ახსოვს, მაგრამ იმ მშობლის თვალით დანახული ესეთი წარმატებული, ლამაზი, ესეთი კარგი, თან სპორტით დაკავებული მსახიობობა უნდა კალათბურთს თავში. კი, ლამაზი სიმპათიური ბიჭი რა უნდა იყოს კიდევაც. ხო და რა ვიცი, რაც ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ მის გვერდით ვართ და თვითონაც ძალიან გვეხმარება სწავლით და ამ ყველაფრით და იმხელა სტიმულია ბავშვისთვის და მშობლისთვის, რომ უდიდესი და ძალიან დიდი მადლობა თემუკა ამისთვის. და თქვენ ორივეს მადლობა და მადლობა ჩვენს მაყურებელს. მოიწონეთ მართლა ეს გვერდი, რომ დავეხმაროთ სხვებსაც. თემუკა, რას ურჩევდი თანატოლებში პატარებს ცოტა დიდებს, ვინც ახლა გადის ამ გზას? ურჩევდი, რომ სჯეროდეთ აუცილებლად რწმენა გქონდეთ და თუ რწმენა გექნება, ყველანაირი საქმე არ არის მხოლოდ ეს აი ამ ვერაგ დაავადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამე თუ რწმენა გაქვს, ყველაფერი შეიძლება რომ გააკეთო. და ურჩევდი, რომ მყარად იდგნენ და არასდროს არ დაიხიონ უკან და ყველაფერი გამოვა. რაც უნდა რთული იყოს გზა. მადლობა. ჩვენს გადაცემას რას უსურვებთ? ბევრ ნახავს და ბევრ საინტერესო სტუმარს. მადლობა. ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. ყოველ 4 შაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხიდი.